რა შვები? არაფერს დავამთავრე ლექცია, მოდი. ელაპარაკე? კი. კლასელი რაღაცას გახუმრებია და ეს ამაზე გაბრაზდა. და შეტევა ქონდა? არა, ეპილეფსიის არა, ნერვული. და უჩხუბიათ და ისტერიკაში ჩავარდნა და ძლივს დააწყნარეს. რა ვიცი, ისე მითხრა მასწავლებელმა. აუ. მეც რომ დავენახე, ალბათ უგაგიჟდებოდა. არ წავიდა დღეს სკოლაში, არ მინდაო. ეგრე სერიოზულადაა საქმე? არ ვიცი, რა შეიძლება დაეზარა და მაგიტო, მაგრამ არ ვიცი. აღარ ვიცი, როგორ მივიდგე რა. ეხლა ძიძასთანაა? ო, და ეხლა მშვიდად ვარ. რომ კაი ხალია ძალიან და უყვარს ძალიან. ლევან. მე რო დაველაპარაკო? არ მგონია რა. ეგ როცა გაბრაზებულია, მე არ ვცემს ხმას და. რატო რაღაცას ვუყიდიან, სადმე წავიყვან, რა უყვარს? ეგრე ადვილად ვერ მოიგებ მაგას გულს. შაბა რა ვქნათ, ესე როდემდე უნდა ვნახოთ ერთმანეთი ჩუმად. არ ვიცი, რამე უნდა მოვიფიქრო. და რას ფიქრობ? ვიცი. მე მაინც მგონია, რომ შემიძლია დახმარება. არ ვიცი რა. ეგ ახლა იჭმიანობს. და სანამ ეგრე ვერაფერს ვერ გამოვაპარებ. ხო გახსოვს არა, გუშინ 2 წუთი არ დაგტოვა მარტო. ხო, ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა. ხო, და სანამ ესე იჭმიანობს, მანამდე ბევრი ყურადღება უნდა დავუთმო, აბა რა ვქნა. და რა ვქნათ აბა? ვიცი. სახლი რო ვიქირავთ. ხო. პრომეთ პრობლემას არ შექმნის? არა, რატო როცა დრო გვექნება ხოლმე ავალთ და წყნარად ვიქნებით ჩვენთვის. რა ვიცი. რა, რატო არ მოცოს მითხარ? ხო, რა ვიცი, ალბათ არ არის ცუდი იდეა. ხო, რა. რამის ვნახავ და ხო, თუ შეიძლება ცოტა ხმა ურის გარეშე. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, გავედი მე. მე დაგელოდები და გადავიდე. არ მინდა. ძალიან მოსაწყენი ლექცია იყო, თუ მე მომეჩვენა. რატო ძალიან კაი ლექცია იყო? ესე იგი მომეჩვენა. ხო, არა, ძალიან კაი საგანია და ეს კაციც ძალიან კარგად კითხულობს. მე თუ მკითხავ, ერთფეროვანი იყო. რატო? რა უშ ვერც და იგივე სიმეორება. მე მომწონს. რა საკითხი ქონდა აქამდე? კი, როგორ არა, უბრალოდ სიმართლე გითხრა, დიდად არ მომეწონა. მე ტელეფონი გამიფუჭდა, იცი? გამერჯობა. თორნიკა ეს არის სალი, ეს არის თორნიკა ჩვენი ახალი ჯგუფელი. ჩემთვისაც რა ჭირს? აუ არ ვიცი, ეკრანი ჩაქრა და ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. მე რა გეშველაპა რომ ვეღარ ითამაშე. კაი, რა გაცნობს? ფენიკას ნაჩუქარია. შეგიძლია მაჩვენა? ერკვევი? ვერ, უბრალოდ ვწდი. ვაკოს არ არის? დამაგვიანდებაო. ბა, როგორ მოხდა? გახიება? გააკეთე? ხო, რა. აბა ვერ ვერკვევიო. ვერ ვერკვევი, უბრალოდ რაღაცას ჰქონდა დაჭერილი და. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. თაგო მე წავედი. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. ჩემთვისაც მადლობა კიდევ ერთხელ. არა. სად მოასწარი? წეროძემ გამაცნო. კაი ტიპია, ხო? ეს ერთი შეხედვით კაი ტიპია. რა ხდება შენგან? აუ რა ვიდებილობა. რატომ? ძალიან მომიშალა იმ კაცმა ნერვები. სალომე ჯანსაღად ვიკვებოთ. სწრაფი კვება მოვიდა. და ნათიამ რა. აუ არაფერი ვერ ჩხობა, ეს მეორედ აღარ მოიყვანა თქო. კაი, ცოდოა რა წესია და. მე არ არის ცოდო, მე ვარ ცოდო რა. კაი, სალი რა გჭირს? არაფერი. ხო და კიდე დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიო და გინდა წამოგიღო შენც. არა, მადლობა. კაი, მოვიტანე ჩემთვის. დღეს რამე არ ვქნათ? რა ვქნათ? რა დავურეკეთ ეკოს და რამე მოვიფიქრეთ. აი, განები მაგულოს ცოტა ხანი თავი რა გჭირს. რა გინდა? ვიმეგობროთ მეთქი და ვიმეგობროთ. ხონდა ვიმეგობროთ. ვიმეგობროთ 24 საათი თავზე დამდექივის კი არ ვქნათ. რა გინდა ძმო, ხმას არ გწევდა საერთოდ ეგობროთ. ბიჭო, მე მაგ მაგას სტატია ხო დაწერა ჩვენზე. ხო და უთხრათ რომ ვითომ არ მოგეწონა რა.
ხო და თავიდან აიღებს ინტერვიუს შენგან ისევ. ნუ და კიდე რაღაც სურვილებს ილაპარაკებს და ვაფშე დაეცემა რეიტინგიც მაო. ძალიან სასაცილოა. მოგზანდით. გამარჯობა, გაუმარჯოს. გამარჯობა. ზაზა. გაუმარჯოს. აი აქ დავგზავნით. ხადულად მოგენით? კი, აქ ნამყოფიც ვარ. ჩვენ საქმეობრივად გამოვაკეთე. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ხო? როგორც მოვილაპარაკეთ, ანუ ეს პირობები ჩემთვის მისაღებია. უბრალოდ მე მაინტერესებს დროის პრობლემა ხო არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დიდი ხნით დაგჭირდეს. არა, რასაო, პირიქით ეხა ჩვენს ინტერესებშიც ეგ შედის, რაც უფრო დიდ ხანს დაგჭირდებათ, ეხა მომენტ უფრო გვაწყობს, ფარტი იქნება დაკავებული რა. ხო, თანხაზე დავალაპარაკოთ, ხო? თანხაზე, ხა თქვენ ელენეს მეგობრები ხართ და მოკლედ ის აი, ეს პრობლემა არ გასაგებია, მაგრამ მაინც სტანდარტულად გადავიხდით ჩვენ. კი ბატონო, მე მინდოდა პატივი მეცადო. მოკლედ, მაშინ მე ბუღალტერს დავალაპარაკებ. ხელში პრობლემას გავაფორმებ და დღესვე გადმოგირიცხავთ მთლიან თანხას, ხო? თლიანს? ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ხა მე გადმოგირიცხავთ თუ ხო? აუ, გაიხარებო. აი ეს ისე მაწვდა რომ არის. ძალიან კარგი, ესე იგი შევთანხმდით. კი, შევთანხმდით. ხო, რა ვე, ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგჭირდება. გაიხარეთ ძალიან. მოყოლო არ იქნები დაგჭირება. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, აბა დროებით. შევხმიანდებით. კი, აუცილებლად. ჩატე! მოდელა. შენ ხარ? რაკენი? იყიდე წამლები. კი, ვიყიდე, მაგრამ ერთზე არ მეყოფული. რატო? ეხი შევაპარაკე და არ არისო პრობლემა. ხო და საერთოდ ნუ ვიყიდი და არ დავლებ, ნუ არა უშავს. არა, დედა, არ შეიძლება იქ. მე დალი. და არ მქონდა წაღებული ფული, ცოტა წავიდე. კარგი, მე დაიბანე ხელები და მოდი უნდა გაჭამო. რა გვაქვს? გუფთან. კაი ხარ. მიდი. მოსაკლავია. მოდი. ნახე რა სულია. ძალიან გემრიელი. აი ძალიან მაგარი ხორცი იყო. არაჩვეულებრივი რა. გემრიელია ძალიან. მე ხა გამახსენდა ბორჯომში გახსოვს შენ და ნანიკო მაღაზიებანას რო თამაშობდით საჭველები რო გარეთ გაქონდათ. მე ისევ თქვენ ყიდულობდით მათ პროდუქტებს. არა, მარტო ჩვენ არა, ჩვენ და სამხარაძეების ოჯახში. აუ, მაგათ ბავშვებს. ძალიან ცუდ დღეში ვაგდებდით. კი, საშინელ დღეში აგდებდით. და ბორჯომში ნანიკო რო საჭმელს არ ჭამდა და შენ რო უჭამდი, გახსოვს? ხაგით ავიყავი ესეთი მსუკანი დედა. მსუკანი არ იყავი, ძალიან საყვარელი იყავი. ძალიან კარგი ბავშვი იყავი, ნუ. დედა, გინდა წავიდეთ ბორჯომში. არა, დედა, ბორჯომში მაშინ იყო კარგი, ყველა ერთად რო ვიყავით. ხიარულად, ერთობოდით. ესე ჩვენზე მაგრა თქვენ ერთობოდით. კი, გაყრიდით ხოლმე ესე ეზოში და მე ჩვენ კარგ დროს ატარებდით. გახსოვს მამაშენ ორი ცალი კურდღელი რომ მოიყვანა. ტირილით რო გასკდი. შემეწოდნე დედა. მე როგორი სულელი ბიჭი ხარ. და ეხა როგორი დიდი და კარგი ბიჭი ხარ და როგორ მილი. ალო. ცოტნე რა შვები? ჩენ? რა, მისმინე დღეს ცალი არ გქნა. ველოსიპედს მოვიდა რამე? არა, მის რაღაც საქმე მქონდა და. ოკი, საღამოს დაგირეკავ. კაი, მიდი. კაი დროებით. ვინ იყო? ჩემ მეგობარია. გოგოა? კი, დედა. საღამოსა გავიდე, უნდა ვნახო. კი, აბარა. ჩემი საყვარელი ბიჭი. კარგით, შეხვედრამდე. ახალი კლიენტი ვიშოვე. ჩვენზე უკვე შენ კომპანია რო გახსნა არ გინდა? აუ, ეგ დროც მოვა რა, ჯეი რა. აუ, ყავა დავლივოთ რა. აუ, დამელოდებ რამაც მოვხები რა ორი წუთი.
მაგაკცალია? კი, რა თქმა უნდა. გუშინთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკო. გუშინა გავაგზავნე ის საბუთები. ვიცი და ბოდიში მინდა მოგიხადო. არა, როგორ გეკადრებოთ, წინა დღეს უნდა გამიგზავნო. არა, წინა დღეს მე გაგიშვი მარიკასთან ერთად და საბუთებს როგორ გააგზავნეთი. უბრალოდ მე თვითონ რაღაც აღელვებული ვიყავი და სულ ამომარდა თავი და არა, ხდება ხოლმე. ხო, რაღაც ძალიან უხეშად მომივიდა და სწორედ ამიტომ მინდა რომ ბოდიში მოგიხადო. არა, როგორ გეკადრებათ რა ბოდიში. იცი რა, ზოგადად ესე არ ვექცევი ხოლმე ჩემ თანამშრომლებს. ვიცი, თქვენზე მხოლოდ კარგ ლაპარაკობენ. ხო. არც სამსახურიდან გაშვებას არ გიპირებ და საერთოდ მომწონს როგორც მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა. ხო და ეს ბოდიშის ნიშნად. მე როგორ გეკადრებათ? ძალიან იმედია მოგეწონება. ძალიან მეუხერხო. კარგი, დროებით. მადლობა. გაჩუქა. აუ, მანახი დროზე რა გაჩუქა. გიჟდებ, ძალიან მაგარი ტელეფონი აქვს. მე გაგიჟდება ლიზა რო დაინახავს. ლიზა კი არ მე გავგიჟდი. საუბრობ. გივარ. მადლობა. მე კიდე არ მჯეროდა. მობრძანდით ქალბატონო ლელა. აბრძანდით. სერიოზული სალაპარაკო მაქვს თქვენთან. კი ბატონო, გისმენთ. ჩვენს კლინიკაში ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის, ალბათ თამაში დამეთანხმებით, რა? რაღა დაგიმალოთ და კი. ხო და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი და მინდა რომ როგორმე გამოვასწრო. ძალიან კარგი. და როგორ? რა ხდება ქალბატონო ლეა, იცით? როდესაც მე ამ კლინიკაში მოვედი, ყველაფერი უკვე ძალიან არეული დამხვდა. იყო ბევრი ლაფსუსი, მაგრამ ეხლა ამაზე სალაპარაკოდ არ დამიბარები ხერთ. ხო, ეხლა ძველ შეცდომებს ჩვენ ვეღარ გამოვასწორებთ. ნუ რაც მოვედი. სულ ვცდილობ რაღაც ახალი დავნერგო, უკეთესობისკენ წავიყვანო ყველაფერი, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაღწია იმას, რისი გაკეთებაც მინდა. რატო რომ შეგიშალოთ ხელი? ნუ ბევრმა რამე. ნუ თანამშრომლების უპასუხისმგებლობამაც. მათ შორის ჩემმაც ხო არა? არა, თქვენ არ გულისხმობთ. თორე აქ არ იჯდებოდით. რა პრობლემაა? ამდენი ხანია ვიბრძვი და ვერ ვიპოვე ღირსეული თანამოაზრე, რომელიც ორგანიზაციულ საკითხებში დამეხმარებოდა. ზოგს გამოცდილება აკლია, ზოგსაც ეზარება, ზოგიც საერთოდ უმიზეზოდ ტოვებს თანამდებობას. და თქვენ მარტო ვერაფრით ვერ მკლავდებით ამდენ საქმეს, ხო? ზუსტად. ამიტომ ჭირდება ღირსეული დამხმარე, მარჯვენა ხელი. და თქვენზე გამოცდილ თანამშრომელს კლინიკაში ვერ მივაგენი. ამ ხელას სტაჟი გაქვთ, თანამშრომლების პატივისცემა. კარგი კონტაქტები. ეგეც. ბევრი ვიფიქრე და მე მგონი თქვენ რომ ჩემი მოადგილე გახდეთ, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ანუ მოადგილეობას ვთავაზობთ? დიახ. არა, სამუშაო ბევრი იქნება. მაგრამ ჩათვალეთ რომ მთელი კლინიკა თქვენ ხელში იქნება. მე დიდად არ ჩავერევი. ხელფასიც მოგემატებათ. არა, ეგ არ არის ჩემთვის გადამწყვეტი. არა, ვიცი, უბრალოდ აღნიშნე. შეგიძლიათ იფიქროთ, მე არ სადარ მეჩქარება და პასუხი გავმითხრათ. არა, პასუხი ახლავე შემიძლია გითხრათ. ისმენთ? იცით, მე სიამოვნებით მივიღებ თქვენს წინადადებას. აი, ჯეროდა თქვენი. ამიტომაც გაფასებთ. ოღონდ ერთი პირობით. აბერობით. თვითონ მე ბრმად ხელს არაფერს არ მოვაწერ. როგორ გეგადებათ? ბრმად ხელი რაზე უნდა მოაწეროთ? ძალიან კარგად იცი, რაზეც გელაპარაკები.
კარგი. ჩათვალე რომ საქმეში ვარ. ოღონდ რა სარგებელსაც შენ ნახავ, ის სარგებელი უნდა ვნახო მეც. მე მგონი ამ საკითხში მოვიდებით. უნდა ძალიან კარგი. მაგრამ ერთი პრობლემაც გვაქვს. რა პრობლემა? რა არა, ვინ? ვინ? სოფო. ამ სერიალს უყურებ? არა, სერიალს უყურებ. არა, მე ნანახი მოგსანკა ეს სერიალია. ხო? გადაგიხო? გადართე. ხო. вообще აღარ მახსოვს ოღონდ რა ხდება. კარზერი. საღამოშვიდობი. გოდიში რა ასე გვიან რომ მოულოდნელად რო დაგადეკით და რა. ოხ, რა. სად მოასწარი, რა? მოასწარი. როგორ ხარ, როი? კარგად, შენ. მადლობა. ეს საზამთრო გავაციათ სადმე. კი, აი სამზარეულოში. წამში შევიდე. საომაზე პოპლესია. რა ლამაზია, მადლობა. მოგეწონა? კი, ძალიან დაჭი. აუ, ხდება კი რა, შენ ხარ ჩემი ოქრო. ბაჯაღო, მილიონი რა, ყველა. რითი დავიმსახურე? დღეს ნახე გიორგი შევხვდი რა და აი ძალიან მაგარი კაცია. ძალიან. იცი რა თბილად მიმიღო რა, მაგრამ შემხვდა და რა, მაგრამ ელაპარაკა და რა, კაი რაღაცეები მითხრა. შეთანხმდით? შეთანხმდით კი არა, რა სამოგო, დღესვე აიგო საწყობი და 7-8 თვით უკვე წინასწარ აიღეს რა, ასე ხარ? აი რა მაგარია, ძალიან კაი ბიჭი, მე დაურეკავ აუცილებლად და მადლობას გადავაგდე. დაურეკე, არის იმსახურებს ხო? ზამ საერთოდ საზამთროა. აცივარშია? ელენე, ხო, წამოდი ხა და გავშავოთ. ხო, არა. მეც მოგეხმარი. არა, შენ დაჯერე. იყავი, მოდი შენ დაჯერე შენ. არა, მოვიცი რა რაღაცების კეთება ვიცი, გამომდის ყველა. ნახე აბა. რაიმე? რა არის? გახსენი. რაიმე ზაზა რა ლამაზია. მოგწონს? ძალიან ლამაზია. კაი, რა საჭირო იყო ხე სად ქონდა შენ ამის? აი შენ ისეთ საქმე გამიგეთე, ფურის მედი რა მეკნო, მოგწონს მოხლა. ძალიან მომწონს, მაგრამ ხა ხან საქმე გაგიკეთე, ამიტომ აუცილებლად რამე უნდა გეყიდა. ხო მოგწონს. როგორ არ მომწონს, ძალიან მომწონს. თავარი ეგა. გავახარდა. აი, როჭარი ხუნდა მქონს, რა გამიჩერდი რა მოხანცები. არ მეკონა რა, ესეთი რთული თუ იქნებოდა. ამის თენება რა გიწევს მაგეთ. ერთი ძილი თუ დაგაკლდა, მაგრამ მორჩა. თან ეხლა რომ წამოვედი, აქ უფრო ხშირად მორიგეობ. სადაც ვდები ყველგან წინავს მართლა. არა, უშავს მიეჩვევი, მაგრამ არ გახსოვს ლიზა პატარა რომ ყავდა სუტიროდა და არ მეძინა საერთოდ. მაგრამ მე ისე მივაჩვე 3 საათი ძილიც მყოფნიდა. არა, არ წუწუნებ მართლა რა. იქ ყოფნას ესე მირჩევნია, ადამიანურად მაინც მელაპარაკებიან აქ. არა, სამი გაჩერებას ნამდვილად წამოსვლაჭებდა. მაგრამ იცი რა მგონია? რომ მიხვდება თავის დანაშაულს და დაბრუნებას. მე დაბრუნდები იქ? შენ არა, მაგრამ ის მიხვდება, ინახავ. რა ვიცი, მაგრამ არა მგონია ეგეთებს ხდებოდეს საერთოდ. აი, მეთქე, ჩემო უფროს, მაგრამ აქ ნარიცი? რა? ტელეფონი და. რატო? რატო და წინა დღეს მეჩხუბა ძალიან. თან ისა რა დამნაშავე არ ვიყავი. სულ ახალია, ხო? ხო და სულ მაგეთი ჩვევა ქონია, რომ თუ გეჩხუბება, თან უმიზეზოთ, მაგრამ მე საჩუქარს ვჩუქნის. მე მაჩუქა ტელეფონი. თან მაგარი ჩვევა. უმეც მინდა ეგეთი უფროს, მე სულ მეჩხუბებოდი. თან ახალია, ხო? მაგარია. ხო, უცნაური ქალი კია, მაგრამ საერთოდ ჯამში რაღაცა კეთილია. კეთილი? კეთილია აშკარა, თან ძალიან. მაგრამ იცი რას ფიქრავ? ხوار გავყიდო, თქვენ იმდან ჭირდება ხა თან ხარო? აი რა, რა სისულელია, რატო უნდა გაყიდო? თან სირცხვილია რო გაიგებს. მუშაობ და გამოჩნდება რამე არ ინერვიულ. მართლა. ალო. კეთი, როგორ ხარ? კარგად, შენ რატო არ დამირეკე? აუ, ბოდიში ვეღარ მოახერხე. რა შვები, აბა? რა ვიცი, არაფერს. როდის ჩამოდიხარ? აი, მაღაზე გირეკავ ზუსტად, კეთ, ცოტა გართულდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი და მოკლედ მომიწევს კიდე ცოტა ხნით დარჩენა რა. ცოტა ხანი რამდენია? ცი რა არ ვიცი, გააჩნია მდგომარეობას.
ზუდია. ხო, მაგრამ სამაგიეროდ კარგ რაღაცებს მპირდებიან. რებს? მირო ჩამოვალ მოგიყვები. ესე ტელეფონით არ მინდა თქმა. რა ხდება, ხო ყველაფერი რიგზეა? აქ კი, ყველაფერი რიგზეა. ხო, კაი, მაშინ დაგირეკავ კიდევ, როგორც გიჭრო მექნება. კარგი, დროებით. ვინ იყო? ნიკა ერაძე. უთხარი რა წამოხვედი? არა, არც ის ესე ტელეფონით არ მინდოდა. მამამის ველაპარაკე და გამიზარდა საათები. გასაგებია. ასულას აზამთრო მაგრად. ხო, გემრიელია. კი, შოკოლადებით. აღარ არის სასმელი? კაი, აღარ გინდა სასწრაფ რაღაც კი. არა, არის და მოვიტანე. იყო და მე მოვიტანე. კაი, დაჭექი შენ. ძალიან ხათრიანი გოგოა. მისმინე. გიოს ვარ დაურეგო და უპატიჟო ერთად აგველია ორი ჩქა. კაი, არ გინდა ხა უხერხულია რა. კი, მაგრამ მაინც მე მეუხერხულება ამ ხელა პატივი მსაკაც, მაგრამ მინდა რომ რაღაც. ხო, მაგრამ დღეს არ გინდა გთხოვ. კაი, როგორც შენ გიყვარს. ეხლა ჩემი ძმა როინი იტყვის ორ სიტყვას. დიდი მადლობა ზაზა. მოდი აბა. აბა გისმენთ, მოშე რო იცხობი ლამაზად. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, მე მინდა ერთი ესეთი ლამაზის დადღერძელო რომ თქვა. აბა. მე მინდა ჩემო ზაზა იმ ორი ლამაზი ყვავილის დადღერძელო დავლოცა. თქვა, რომელიც ჩვენს სუფრას ასე ამშვენებენ და ალამაზებენ. მე ჩემო ზაზა ვერ წარმომიდგენია ქალის გარეშე სიცოცხლე და ღმერთმაც უწარმომადგენიოს. ქალი არის სილამაზის დასაწყისიც და სილამაზის დასასრულიც. დასასრული რატო? იმიტომ ჩემო ვიკა რომ სილამაზე საიდან მოდის და სად მიდის არავინ არ იცის. სილამაზე თვით სილამაზეშივე იკარგება. სავალს, საიდან მოგაქ ესეთი სიტყვები და ხო და ამ უმისამართო სილამაზეს გაუმარჯოს. ვერა, უნდა დავამატო ხა ისე ჩამოვაყალიბა. ჩვენ დაგიმართოთ როგორ ლამაზები ხარ, ისეთ ლამაზები ვიყავით სულ. მადლობა. ახლა ციფროს მეგობრებო, მე გავკადნიერდები და ერთ ლექს ჩემს ლექს წაი. აუ, მე მევასება მაგრად, მე. შენ ლექს იმართლა მაგრად მევასები. თუ რა თქმა უნდა, ქალბატონი. მე არ მიყვარს ლექსები. მე მიყვარს. თან როინი ძალიან კარგი ლექსებს არის და მე მინდა რომ წაიკითხოს. იცი რა მაგარ ლექსებს ერთი რა. ხმა ჩაუწვიდა სევდამ ბუკიოტს. ეცოდა ხაისა ვითხრა რა, ცებს კარგი. არ დაგავიწყეს მაქინე გავიზე. რომელი ის? დაიცა ბიჭო. ვებრძვის ამური. დაიცა ცოტა ხანში წაიკითხე, ცებს კარგი გავავს. ვიკას აქცია? ვიკას არცალია. აი ეს რას ქვია არცალია? მოიცლის. არცალია რა ახლა ვიკას. რო გითხარი მოიცლის მე? რა გინდა? აი, ამიშვე. გეხუწები, ნასავი ხაზა. მომისმენ, ეხა კარი არ მომეხურო, თორემ მაგრა და მეწყინება, გაიგეში? დაუმარჯო. არაფერი ჟინვანდან არის, ჩემი მეზობლები და მიდიან. აი, გეხუწები რა. მომისმენე ძმო. ო. რაო. რაო გიერა. მე ვარ ვიკას პატივისმცემელი ადამიანი, ამა დედა მიწაზე, გაიგეში? ოდა, სულ ყველა ვინც ვიკას პატივცემს, იმაში ვარ პირველი მე. აი, მე მქონი პრობლემაა. მქონი ჯობია ხა რომ წახვიდეთ. და შენ კიდე ნუ მიწყვიტავ, მე სადა წავედი და სად არის გაიგე? წავედი ჩვენი გვილა. ო, ეგ მინდა სამო ეგ მინდა. მაგარ ფოტოებს იღებს ძალიან. ხო, ძალიან. ეს კაი. ძალიან. მოხდეთ? კად ხართ ამ დახას დაღამდა? რა ვიცი, იქვე ვიყავი და ნათლია შენთან შევიარეთ. დე, რა ლამაზი ხარ. ხო, ახალი ფორმა. საიდან? მოცაფულე. ბებოს რა თქონდა ამის ფული? რა თქონდა ბებოს? ნაირასგან ვისესხე. ნაირასგან იმ დღეს არის ესხე? მე რა, დედა, კიდე დავამატე და მე ერთად გადავუხდი.
ძალიან გიხდება. ხო, მე ძალიან მომწონს. კეთი, ახალი ტელეფონი გაქვს? ჩემი არ არის. აბა, ჩემია. მართლა? ხო, დოდო მაჩუკა. დღეს შენიშნა. შეიძლება ავითამო. კიდე აბა რა. იმ დღეს შენიშნა რომ მომცა, დღეს ბოდიშის ნიშნად. არა, კაი ქალი ყოფილა. აუ, ვიფიქრე გავყიდით თქმა. არა, დედა, რატო უნდა გაყიდო? სირცხვილია, ქალმა გაჩუქა. ერთხელ ხო უნდა იზრუნო შენ თავზე. აბა რა. მეც მაგას ვეუბნები. აი დაუჯერე ქეთის. აი ჩემ ეს გაყიდვა რა. ქეთი? ერთი მითხარი ვაკო შეყარებული ყავს? არ ვიცი, რატომ მეკითხებით? რატო გეკითხები და გუშინ, მოკლედ რომ ჩავედი, ტაქსში ელოდებოდა ვიღაც მშვენიერი გოგო. არ ვიცი, ესე შეყარებული არ ამგონია რომ ყავდეს, მაგრამ პრინციპში რაც გაიგებ, ეგ ხო საერთოდ არაფერს არ ამბობს. მუნჯი, მუდო. მანახე ერთი ბებე ტელეფონი. ოხ, მაგათი ჯედა. როგორ დამარცხა? ვიკა ჩამიდგა შუაში და მაგიტო ვერ მივიდა. აუ, თან ახლა იყო მაგის. აბა. არა, ბიჭო, საიდან მოვიდნენ, ბიჭო? საიდან მოშავდნენ რა? არა, ეგ უეჭველი. ელენეს შეყარებული იყო. მე რა ხელებს მიქნებდა, რო? არა, მე კაცი არ ვიყო თუ შევარჩინო რა. აი, საერთოდ თუ ძმა ხარ რა. რა, ბიჭო? გინდა რომ შევარჩინო? არა, სემდა ორმა გაგცემე. ეხლა ის არ მითხრა რომ მივიდე და ბოდიში მოუხადო. არა, მაგას ვინ გეუბნება, მაგრამ ეხლა ჩუბის დრო არ არის, ძმა. აბა რისი დრო არის, ძმაო? შენ თუ კიდე გულხელდაკრეფილი იყავი. მე დაუძახებ ნოდარას და მერე ვნახოთ რა. შენ მოიყვან ერთ ნოდარას. ის კიდე მოგიყვან სამ ნოდარას. რა გინდა, ბიჭო, შევარჩინო? მაგას ვინ გეუბნება, მაგრამ ეხლა მაგათან ჩუბის დრო არ არის, ძმაო, გაიგე შენ. არა. აბა რისი დრო არის? არა, მე სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. რაზე ფიქრობ? ვიკაზე. მომისმინე ძმაო? ვიკა, ჩემი შეყვარებულია რა. და ვიღაცის ერთი ხელის გაქნევის გულისთვის მე მაგოგოს ვერ დავკარგავ, გაიგე შენ? არც უნდა დაკარგო. ხო და არც დავკარგავ. და მე კიდე ჩემი გეგმა მაქვს. რა გეგმა? ეხლა გეტყვი. სოფო, ჩვენი გადაწყვეტილებით სამსახურიდან უნდა წახვიდე. კაცი, ეხლა მანქანა გააჩერეთ, გეხოწებით. მანქანა გააჩერეთ, გეხოწებით, რა მოაბრუნეთ მანქანა. ანუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას. რა ინფორმაციას? რომ მას შემოგწონთ. ხელის მოწერა არ დამჭირდება. რატომ? გადავიფიქრეთ. რა მოხდა? ისე არ მეტყოდი ხო იკას ამბებს? რა ამბებს? აი ვიღაც გოგოებთან ერთად ბარის სტოიკაზე როცა ყვავს. როგიც საერთოდ უმიზეზოდ ტოვებს თანამდებობას. და თქვენ მარტო ვერაფრით ვერ მკლავდებით ამდენ საქმეს ხო? ზუსტად. ამიტომ ჭირდება ღირსეული დამხმარე, მარჯვენა ხელი. და თქვენზე გამოცდილ თანამშრომელს კლინიკაში ვერ მივაგენი. ამ ხელს სტაჟი გაქვთ თანამშრომლების პატივისცემა. კარგი კონტაქტები. ეგეც. ბევრი ვიფიქრე და მე მგონი თქვენ რომ ჩემი მოადგილე გახდეთ, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ანუ მოადგილეობას ვთავაზობთ? დიახ. არა, სამშეო ბევრი იქნება. მაგრამ ჩათვალეთ რომ მთელი კლინიკა თქვენ ხელში იქნება. მე დიდად არ ჩავერევი. ხელფასიც მოგემატებათ. არა, ეგ არ არის ჩემთვის გადამწყვეტი. არა, ვიცი, უბრალოდ აღნიშნე. შეგიძლიათ იფიქროთ, მე არ სადარ მეჩქარება და პასუხი ყავმითხრათ. არა, პასუხი ეხლავე შემიძლია გითხრათ. ისმენთ? იცით, მე სიამოვნებით მივიღებ თქვენს წინადადებას. აი, ჯეროდა თქვენი. ამიტომაც გაფასებთ. ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით? თვითონ მე ბრმად ხელს არაფერს არ მოვაწერ. როგორ გეგადებათ? ბრმად ხელი რაზე უნდა მოაწეროთ? ძალიან კარგად იცი, რაზეც გელაპარაკები.
კარგი. ჩათვალე რომ საქმეში ვარ. ოღონდ რა სარგებელსაც შენ ნახავ, ის სარგებელი უნდა ვნახო მეც. მე მგონი ამ საკითხში მოვიდებით. ხოდა ძალიან კარგი. მაგრამ ერთი პრობლემაც გვაქვს. რა პრობლემა? რა, ვინ? ვინ? სოფო. ამ სერიალს უყურებ? არა, სერიალს უყურებ. არა, მე ნანახი მოხსანკა ეს სერიალია. ხო? გადაგიხო? გადართე. ხო. вообще აღარ მახსოვს ოღონდ რა ხდება. კარზერი. საღამოშვიდობის. გოდიში რა ასე გვიან რომ მოულოდნელად რო დაგადეკით და რა. სად მოასწარით, ა? მოასწარ. როგორ ხარ როი? კარგად შენ. მადლობა. ეს საზამთრო გავაციათ სადმე. კი, აი სამზარეულოში. წამში შევიდე. ერა ლამაზი, მადლობა. მოგეწონა? კი, ძალიან დაჭიქ. აუ, ხდება კი არა, შენ ხარ ჩემი ოქრო, ბაჯაღო, მილიონერი, რა ყველა. ვიცი დავიმსახურე. მაგაკ ძალია? კი, რა თქმა უნდა. გუშინთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკო. გუშინა გავაგზავნე ის საბუთები. ვიცი და ბოდიში მინდა მოგიხადო. არა, როგორ გეკადრებოთ, წინა დღეს უნდა გამეგზავნო. არა, წინა დღეს მე გაგიშვი მარიკასთან ერთად და საბუთებს როგორ გააგზავნედი, უბრალოდ მე თვითონ რაღაც აღელვებული ვიყავი და სულ ამომარდა თავი და არა, ხდება ხოლმე. ხო, რაღაც ძალიან უხეშად მომივიდა და სწორედ ამიტომ მინდა რომ ბოდიში მოგიხადო. არა, როგორ გეკადრებათ რა ბოდიში. იცი რა, ზოგადად ესე არ ვექცევი ხოლმე ჩემ თანამშრომლებს. ვიცი, თქვენზე მხოლოდ კარგი ლაპარაკობენ. ხო. არც სამსახურიდან გაშვებას არ გიპირებ და საერთოდ მომწონს როგორც მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა. ხო და ეს ბოდიშის ნიშნად. მე როგორ გეკადრებათ ძალიან. იმედია მოგეწონება. ძალიან მეუხერხო. კარგი, დროებით. მადლობა. გაჩუქა. აუ, მანახე დროზე რა გაჩუქა. გიჟდებ, ძალიან მაგარი ტელეფონი აქვს. მე გაგიჟდება ლიზა რო დაინახავს. ლიზა კი არა მე გავგიჟდი. საუბრობ. გიوارد. მადლობა. მე კიდე არ მჯეროდა. მობზანდით ქალბატონო ლელა. აბზანდით. სერიოზული სალაპარაკო მაქვს თქვენთან. კი ბატონო, გისმენთ. ჩვენს კლინიკაში ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის, ალბათ თამაში დამეთანხმებით, რა? რაღა დაგიმალოთ და კი. ხო და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი და მინდა რომ როგორმე გამოვასწრო. ძალიან კარგი. და როგორ? რა ხდება ქალბატონო ლეა, იცით? როდესაც მე ამ კლინიკაში მოვედი, ყველაფერი უკვე ძალიან არეული დამხვდა. იყო ბევრი ლაფსუსი, მაგრამ ეხლა ამაზე სალაპარაკოთ არ დამიბარები ხართ. ხო, ეხლა ძველ შეცდომებს ჩვენ ვეღარ გამოვასწორებთ. ნუ რაც მოვედი. სულ ვცდილობ რაღაც ახალი დამნერგო, უკეთესობისკენ წავიყვანო ყველაფერი, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაღწია იმას, რისი გაკეთებაც მინდა და. რატო რომ შეგიშალოთ ხელი? ნუ ბევრმა რამე. ნუ თანამშრომლების უპასუხისმგებლობამაც. მათ შორის ჩემმაც ხო არა? არა, თქვენ არ გულისხმობთ. თორე აქ არ იჯდებოდით. რა პრობლემაა? ამდენი ხანია ვიბრძვი და ვერ ვიპოვე ღირსეული თანამოაზრე, რომელიც ორგანიზაციულ საკითხებში დამეხმარებოდა. ზოგს გამოცდილება აკლია, ზოგსაც ეზარება. აკენი.
მიყიდა წამლები? კი, ვიყიდე, მაგრამ ერთზე არ მეყო ფული. რატო? ეკის ველაპარაკე და არ არისო პრობლემა. ხო და საერთოდ ნუ ვიყიდი და არ დავლებ, ნუ არა უშავს. არა, დედა, არ შეიძლება ეგ. მე დალი. და არ მქონდა წაღებული ფული, ცოტა წავი. კარგი, მიდი დაიბანე ხელები და მოდი უნდა გაჭამო. რა გვაქვს? გუფთან. კაი ხარ. მიდი. მოსაკლავია. მოდი. ნახე რა სმენა. ძალიან გემრიელი. აი ძალიან მაგარი ხორცი იყო. არაჩვეულებრივი რა. გემრიელია ძალიან. მე ხა გამახსენდა ბორჯომში გახსოვს შენ და ნანიკო მაღაზიებანას რო თამაშობდით თეთრ საჭველები რო გარეთ გაქონდათ. მე ისე თქვენ ყიდულობდით მაგ პროდუქტებს. არა, მარტო ჩვენ არა, ჩვენ და სამხარაძოების ოჯახში. აუ მაგათ ბავშვებს. ძალიან ცუდ დღეში ვაგდებდით. კი, საშინელ დღეში აგდებდით. და ბორჯომში ნანიკო რო საჭმელს არჭამდა და შენ რო უჭამდი გახსოვს? მაგით ავიყავი ესეთი მსუკანი დედა. არა, მსუკანი არ იყავი, ძალიან საყვარელი იყავი. ძალიან კარგი ბავშვი იყავი, ნუ. დედა, გინდა წავედეთ ბორჯომში. არა, დედა, ბორჯომში მაშინ იყო კარგი, ყველა ერთად რო ვიყავით. ხიარულად, ერთობოდით. ესე ჩვენზე მაგრა თქვენ ერთობოდეთ. კი, გაყრიდით ხოლმე ესე ეზოში და მე ჩვენ კარგ დროს ატარებდით. გახსოვს მამაშენ ორი ცალი კურდღელი რომ მოიყვანა. ტირილით რო გასკდი. შემეწოდნე დედა. მე როგორი სულელი ბიჭი ხარ. ეხა როგორი დიდი და კარგი ბიჭი ხარ და როგორ მილი. ალო. ცოტნე რა შვები? ჩენ? რა, მისი მინე დღეს ცალი არ გნახა. ველოსიპედს მოვიდა რამე? არა, მისი რაღაც საქმე მქონდა და. ოკი, საღამოს დაგირეკავ. კაი, მიდი. კაი დროებით. ვინ იყო? ჩემ მეგობარია. გოგოა? კი, დედა. საღამოს და გავიდე, უნდა ვნახო. კი, აბარა. ჩემი საყვარელი ბიჭი. კარგით, შეხვედრამდე. ახალი კლიენტი ვიშოვე. შენზე უკვე შენ კომპანია რო გახსნა არ გინდა? აუ ეგ დროც მოვა რა ჯეი რა. აუ ყავა დავლივოთ რა. აუ დამელოდებ რამაც მოვხები რა ორი წუთი. თამაში. აი რა გაცნობს? ფანიკას მაჩუქარია. შეგიძლია მაჩვენო? ერკვევი? ვერ, უბრალოდ ვწდი. ბაკოს ატარი. დამაგვიანდებაო. ბა, როგორ მოხდა? გახიება? გააკეთე? ხო რა. ანუ ვერ ვერკვევიო. ვერ ვერკვევი, უბრალოდ რაღაცას ჰქონდა დაჭერილი და. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. თაგო მე წავედი. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. ჩემთვისაც მადლობა კიდევ ერთხელ. არა. სად მოასწარი? წეროძემ გამოსვლა. კაი ტიპია ხო? ეს ერთი შეხედვით კაი ტიპია. რა ხდება შენგან? აუ რა ვიდებილობა. რატომ? ძალიან მომიშალა იმ კაცმა ნერვები. სალომე ჯანსაღად ვიკვებოთ. სწრაფი კვება მამი. და ნათიამ რა. აუ არაფერი ვერ ჩხობა, ეს მეორედ აღარ მოიყვანო თქო. კაი ცოდოა რა წესია და. მე არ არის ცოდო, მე ვარ ცოდო რა. კაი, სალი რა გჭირს? არაფერი. ხო და კიდე დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიო და გინდა წამოგიღო შენც. არა მადლობა. კაი, მოვიტანე ჩემთვის. დღეს რამე არ ვქნათ? რავი, რა უნდა ვქნათ? რავი, დავურეკეთ ეკოს და რამე მოვიტანეთ. აი, განები მაგუბოს ცოტა ხანი თავი რა გჭირს. რა გინდა? ვიმეგობროთ მეთქი და ვიმეგობროთ. ხონდა ვიმეგობროთ. ვიმეგობროთ 24 საათი თავზე დამოდექი ის კი არ ვქნათ. რა გინდა ძმო, ხმას აქცევდა საერთოდ ეგობრო. ბიჭო, მე მაგ აი მაგას სტატია ხო დაწერა ჩვენზე. ხო და უთხრათ რომ ვითომ არ მოგეწონა რა.
ხო და თავიდან აიღებს ინტერვიუს შენგან ისევ. ნუ და კიდე რაღაც სურვილებს ილაპარაკებს და ვაფშე დაეცემა რეიტინგი ძმაო. განსაცილო. მოგზადეთ. გამარჯობა, გაუმარჯოს. გამარჯობა. ზაზა. გაუმარჯოს. აი აქ დავდებით. ხადულად მოგენით? კი, აქ ნამყოფის ვარა. ჩვენ საწმელოდი გამოვაკეთე. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ხო? როგორც მოვილაპარაკეთ, ანუ ეს პირობები ჩემთვის მისაღებია. უბრალოდ მე მაინტერესებს დროის პრობლემა ხო არ ექნება, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დიდი ხნით დაგჭირდეს. არა, რასაო, პირიქით ახლა ჩვენს ინტერესებში რაც ეგ შედის, რაც უფრო დიდ ხანს დაგჭირდებათ, ახლა მომენტ უფრო გვაწყობს, ფარტი იქნება დაკავებული რა. ხო, თანხაზე დავალაპარაკოთ, ხო? თანხაზე, ხა თქვენ ელენეს მეგობრები ხართ და მოკლედ ის აი, ეს პრობლემა გასაგებია, მაგრამ მაინც სტანდარტულად გადავიხდით ჩვენ. კი ბატონო, მე მინდოდა პატივი მეცადო. მოკლედ, მაშინ მე ბუღალტერს დავალაპარაკებ. ხელში პრობლემას გავაფორმებ და დღესვე გადმოგირიცხავთ მთლიან თანხას, ხო? მთლიანს? ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ხა მე გადმოგირიცხავთ თუ ხო? აუ, გაიხარეთ. აი ეს ისე მაწვდა რომ არის. ძალიან კარგი, ესე იგი შევთანხმდით. კი, შევთანხმდით. ხო, რა ვე, ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგჭირდება. გაიხარეთ, ძალიან. ამყოფილო არ იქნებით დანარჩენი. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, აბა დროებით. შევხმიანდებით. კი, აუცილებლად. როდე? მოდელა. შენ ხარ? ნაშვები? არაფერს დავამთავრე ლექცია, მოდი. ელაპარაკე? კი. კლასელი რაღაცას გახუმრებია და ეს ამაზე გაბრაზდა. და შეტევა ქონდა? არა, ეპილეფსისა, ნერვული. და უჩხუბიათ და ისტერიკაში ჩავარდნა და ძლივს დააწყნარეს. რა ვიცი, ისე მითხრა მასწავლებელმა. აუ. მეც რომ დავენახე, ალბათ უგაგიჟდებოდა. არ წავიდა დღეს სკოლაში, არ მინდაო. ეგრე სერიოზულადაა საქმე? არ ვიცი, რა შეიძლება დაეზარა და მაგიტო, მაგრამ არ ვიცი. აღარ ვიცი, როგორ მივიდგე რა. ეხლა ძიძასთანაა? ო, და ეხლა მშვიდად ხარ. რომ კაი ხალია ძალიან და უყვარს ძალიან. ლევან. მე რო დაველაპარაკო. არ მგონია რა. ეგ როცა გაბრაზებულია, მე არ ვცემს ხმას და. რატო რაღაცას ვუყიდიან, სადმე წავიყვან, რა უყვარს? ეგრე ადვილად ვერ მოიგებ მაგას გულს. ზაბა რა ვქნათ, ესე როდემდე უნდა ვნახოთ ერთმანეთი ჩუმად. არ ვიცი, რამე უნდა მოვიფიქრო. და რას ფიქრობ? ვიცი. და მაინც მგონია, რომ შემიძლია დახმარება. არ ვიცი რა. ეგ ახლა იჭმიანობს. და სანამ ეგრე ვერაფერს ვერ გამოვაპარებ. ხო გახსოვს არა, გუშინ 2 წუთი არ დაგტოვა მარტო. ხო, ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა. ხო, და სანამ ესე იჭმიანობს, მანამდე ბევრი ყურადღება უნდა დავუთმო, აბა რა ვქნა. და რა ვქნათ აბა? სახლი რო ვიქირავთ. ხო. პრომეთ პრობლემას არ შექმნის? არა, რატო როცა დრო გვექნება ხოლმე ავალთ და წყნარად ვიქნებით ჩვენთვის. რა ვიცი. რატო არ მოგწონს მითხარ? ხო, რა ვიცი, ალბათ არ არის ცუდი იდეა. ხო, რა. რამეს ვნახავ და ხო, თუ შეიძლება ცოტა ხმა ურის გარეშე. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, გავედი მე. ნუ დაგელოდები და გადაიყვანე. არ მინდა. ძალიან მოსაწყენი ლექცია იყო, თუ მე მომეჩვენა. რატო ძალიან კაი ლექცია იყო? ესე იგი მომეჩვენა. ხო, არა, ძალიან კაი საგანია და ეს კაციც ძალიან კარგად კითხულობს. მე თუ მკითხავ, ერთფეროვანი იყო. რატო? რა ვიცი, ერთ და იგივე სიმეორება. მე მომწონს. რა საკითხი მქონდა აქამდე? კი, როგორ არა, უბრალოდ სიმართლე გითხრა, დიდად არ მომეწონა. მე ტელეფონი გამიფუჭდა, იცი? გამარჯობა. თორნიკე ეს არის სალი. ეს არის თორნიკე, ჩვენი ახალი ჯგუფელი. ჩემთვისაც რა ჭირს? აუ არ ვიცი, ეკრანი ჩაქრა და ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. მე მირა გეშველაპარო ვეღარ